მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, მე ვარ იოსები და თქვენ იმყოფებით GC Stars-ის არხზე. მოკლედ, ცოტა გაგვეწელა ვიდეოების დადება, ხო და ამოვქაჩავთ ნელ-ნელა. მოკლედ, ფინალური ბეთლი გვაქვს დღეს ვეკილის და ადოსი და მოკლედ არხის გამოწერა, ზარიზღილაკის გააქტიურება და ვიდეოს გადაიქება არ გვავიწყდება რა. ცოტა ნაბახუსევზე ვარ, მაგრამ იმედია დინებას მივყვები ისე როგორც არის საჭირო და ემოციებს გამოვხატავ კარგად რა. ეს რეკლამა არ არის, თუ ვინმეს რეკლამა უნდა, რა ვიცი. შეუძლიათ დამეკონტაქტონ ვაფშე ყველგან რა. უბრალოდ ისე ნაბახუსევზე ვარ, რომ ეხა ეს რო არ მივიღო არ შეიძლება. მივხედოთ საქმეს რა, ბევრი ლაპარაკების გარეშე. მოგესალმებით მეგობრებო, Raymond Roots-ის რიგით მეორე სეზონის ფინალზე. დღეს ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ადო და ვეკილი. ერთი ხმაური ბიჭებს. დღეს გავიგებთ პირველი კამარი წავა ქუთაისში თუ მეორე კამარი წავა მარტვილში. ქუთაისის გავლით მარტვილში. საოცი ჩამოხსნიან ძმა. ოკეი, პირველი შენის. ოკეი. ოკეი. შეგახსენებთ რომ ჩვენი სპონსორია სახელოსნო ბარი. ჩვენი პარტნიორი Control Room-ი და ჩვენი მხარდამჭერი Omega MBR-ი. პირველი რაუნდი ვეკილი. დამე შეკპირდით რომ მიხილავდით ნამდვილ ვეკილს, ცინიზმით, აგრესიით, მძიმე პანჩებით, ტექსტებით აზრიანი და წინაბედზე დაგანახეთ ვინ არის რეალურად ტრაკიანი. ვეკილი ისევ გააგრძელებს წინსვლას, ისევ ჩაუდგება სათავეში ამ გლების თარეშებს და პროექტი ვეღარ მოჯვამს ასეთ ნახვის ტომრებს, იმიტომ რომ პროექტი დავტოვე ტრაკის გარეშე. შოკი ხარ. ჩაიჯვი რა. მე თუ ვიტყვი, ჩემ წინ ვინც დგება კვდება თქო, არ ნიშნავს რომ გულისხმობ ფიზიკურ გარდაცვალებას, ანდაც წამებას, ამ ბეთლემსების წვალებას და ხსარებას ვერ მოასწრებთ, როცა თქვენში ბეთლემსის სული გაქრება ანგარებას, ვერ ეზიარებით, რადგან შენი ბეთლემსობა ყველას გვიმსივს და თუ მოგმართე და თან მოგიწონე ლაინი, არ ნიშნავს რომ შემცირდა შენი გარდაცვალების რისკი, რადგან ყველამ კარგად იცის, შუბზე მოდებული თითების ეს მოძრაობა ნიშნავს სიკვდილს. სასაცილოა და ჩეთერობა, როგორ გამოიყენე ეროვნული გმირების ფსევდოცოდნა წინა ბეთლზე, მაგრამ ეგ უკვე 1000 ჯერ ნაცადია და შეგუწფელობაში როგორ არ შევიტანოთ ეჭვი, როცა არ გიხსენებია შენივე მოგვარი აზადამია, მაგ ფიშკას არავინ გადაყლაპავს, რადგან ნათქვამს შედეგი მოსდევს ისევ, შეხარ ქუთაისელი, მაგრამ არ გიხსენებია ქუთაისელი სერჟანტი კოხრეიძე, მოკლედ შენ არ გიხსენებია ისინი, ვინც უნდა გეხსენებინა, მაგრამ ახსენე ისინი, ვინცაც მოგიკრავს ყური. რადგან გონია რომ მასებისთვის დასაჯერებელია შენი მოტანილი იაფასიანი ბაზარი, გონია მასებისთვის დასაჯერებელია შენი ჯარისკაცის სალამი, შეთითქოს ღირსეულად მოირგე ჯარისკაცის ფორმა, მაგრამ მე ვიქნები ერთადერთი, ვინც აგახებს მაგ ღირსებას და ერთადერთი ადგილი, სადაც ფასი ეკრება შენს ფორმას, იქნება დეზერტირების ბაზარი. რამდენი ქუთაისელიც არ უნდა მოიყვანო, აქ მაინც ვერ იქნება სიმონეთის ბრძოლა, რადგან ჩვენ სტუმარს პატივისცემთ უკვე 100 წელია, შენ სიტყვებს არ ეტყობა ნატყვიარი და ყველა ჩემი სიტყვა მასპინძელია, ვერ გაარღოს შენი ლაინების სიმძიმე საზღვარს, რომც მივადოთ თავი თავს, რადგან ჩემი ლაინების მერი ანგრევს ხალხის ტაშის კარს და შენი სიტყვები მოთარეშია, ამას ყველა ვხვდებით, მაგრამ არ მოგჭამო ვენახი თემურ სლენგით, შენი იყოს ყველა საჭადრაკო სულა და ყველა შაჰი, მაგრამ იცოდე, როცა ცდილობი მოგზაურო ჩემს ტვინში, მე კარებს ვუღებ ყველა მდგმურს და ჩემი სისხლი უფრო ქართული იქნება ვიდრე შენი, სანამ ჩემი ვენა ხურს. ამიტომ მაგარი გად და შენნაირები ვერასდროს დაადებთ ჩემს გერბს საფასურს, რადგან ყველაფერი იბეჭდება ფირებზე და წინა ბეთლში მიროს დუმილი უფრო ღირებული იყო ვიდრე შენი საუბარი ეროვნულ გმირებზე. ოკეი. ჯერი ბაზრა ქართულ მთებზე, მერე ქართულ ლიტერატურაზე.
მე ეროვნულ გმირებზე ეს ბიჭი როგორი ეროვნულია თითქოს აღარც გვინდა არაფერიო მაგრამ მიროსთან ბეთში რა თქვა იმას შევეცი ვინც ახსენოს 300 არა გველიო მოიცა თუ შენი პათოსია ეროვნული იდენტობა საგანძური ეროვნული ღირსება ეროვნული სითამამე წადი გააჯვიდა რამეს უპრასზე ითამადე ან ვისზე ნაკლები გმირები იყვნენ არაგველები ყველა მტერთან სახე ღირსეულად გამოიჩინეს მაგრამ მივხვდი შენს ჩეთერობას შენ კარგად იცი რომ ჩემში უფრო ღირსეულად არიან არაგველები და არ გინდა შენზე თესლად გამომივიდეს ერთი ხმაური წყალი ამ მწრეველა ბავშვის ყველა ხელის ამ მწრეველა ბავშვის ყველა ხელის მოძრაობა იკითხება მისივე ხელის გულზე თითქოს მისი ყველა სიტყვა ნატურალურია მაგრამ ცეცხლზე მაინც იწვის ადოს ტყავი აგრესიით იპყრობს მწვერვალებს კისერზე გაუკეთეს ჩეინი მაგრამ არ ეტყობა რომ არის ავი შოუქვენ ეხა ხმაური რა იყო ბევრი მითქმა მოთქმა რომ ვექილი გავს თემუდან გამოწერილ პელეს ადო ბელტკულტურის გადამრჩენელს ყველა იმას ეძებს რაც უნდა რომ ეძებოს მაგრამ ერთი რამ ცხადია შენი ფინალის მოგების შანსები გავს იმ დოელ მაგარნაშას არ არსებობს ძალიან გამიჭირდა შენზე წერა თითქოს არ გქონია ბევრი მიქარო ამ ცხოვრებისეული გზის მაგრამ ეგ იმიტომ არა რომ ბევრჯერ არ ჩაგიჯვამს ეგ იმიტომ რომ ჯერ ხარ 18 წლის მერე მოусმინე შენს ტრეკებს და ერთი აზრი ჩემთვიში მეორდება რომ წინ ძალიან ბევრი ჩაჯმაგელოდება ოკეი ხო ხედავთ მე ჩემი ფეხით მოვედი აქ დონის დასადებად ვერც ერთი ვითომ იმპერატორი ჩემცინ ვერ გადადგება ამიტომ შენ კოლიზეუმში ყველაზე მეტი ფლეივა მისროლია ეს იმას ნიშნავს რომ შენი გადაწყვეტ იწყება ახალი ისტორია ისეთი განვითარება დავდე ჰიტლერმა ხელი კი არა ხელებიც ამიწევიაო მაგრამ რა გინდა ვინ გიფასებს მე-12 ჟამს შეიძლება სახეზე ღიმილი ვერა მაგრამ როგორც ჯოკერი ხალხის საყვარელ პერსონაჟებს კლავ რაუნდი პირველი რაუნდი ადო ნასვამი არა დალეული სხვათა შორის ბრატ ვექილი არის ტიპი რომელიც მართლა უმაღლეს დონეზე აიყვანა თავისი თავი მაქსიმალურად ნუ კიდე რა შეუძლია ნუ თუ გვანახებს ხო კაი მაგრამ მართლა არის პიროვნება რომელიც ხო ხვდები რომ დაიწყო რაღაციდან და განვითარდა ძმაო და ფინალში არის მასტიკი საღოლ ამას სჭირდება ძალიან ბევრი შრომა დაფასება, მონდომება და წარმატებები მინდა ვუსურო. რაც შეეხება პირველ რაუნდს, ძალიან მაგარი რაუნდი იყო. აი, მე ისე მომეწონა, ისეთი მაგარი ნააზროვნები, ნაფიქრალი, ხوازე ხარ. აი, ძალიან კაი იყო. просто ადო არის ძალიან ენა კლიმატი და ნახოთ აბა თუ გადაფარავს მის პირველ რაუნდს რა. ბიჭო, ნახე. მე თუ აქ გამოვედი, შენ არ გაგიქცენებ კარგ დილას. ეს შეინი ჩემი არ არის და გარეთ რო გავალ პიშიმი მოგცემს კილა. კაროჩე. ნახე. და შენით გაიქეცი, ბიჭო. თუ ამჩნევა და ხურდება, ყველა შევეცი შენი ჩათვლით ვისაც გმირების ხსენება უთხრდება, ბიჭო. სანამ უშუალოდ რაუნდზე და გადავალ და დაილეწება ფანჩის ესკილა. მინდა შენს მაგაც კარგად შევახსენო, რომ ჩემ ყელეს წამოიღებ სეზონს ვეკილა. როგორ ჩას თვითონ არ კადრულობს და ახლა დროა სერგი გაგაცნოთ. ადვოკატი ბეთლაობს და თავისუფალ დროს ფეხბურთს თამაშობს. 24 წლის კაცი ვინც ხელი არის ბიძზე, ნადრევად დაბერებული და ბაბუა ჩემის ვიძე. ამჟამად მოღვაწეობს რაიმენ დრუჩი და დროა გზები გაიკვალო. სანამ ჩემ თავზე სახარებას კითხულობენ კრავოს ჯობს დაიმალო. კარგი ახლანდელი გავიგე და დროა გადავიდე წარსულის ხედვაზე. და აგიხსნათ კარგი ახლანდელი გავიგე და დროა გადავიდე წარსულის ხედვაზე და გავიხსნათ როგორ იმყოფებოდა სერგის
სპერო ჰოლდინგთან კარიერულ მწვერვალზე. ბიგესამ კარგად ვერ ახსნა და დროა კარტი გავშალო მორიგი. დაგიხსნათ რას ემსახურებოდა სპერო ჰოლდინგი. ხალხს ბინას აგირავებდნენ, ფულს იღებდნენ და ეს იყო მარტივი სქემა, მაგრამ გაინტერესებს ხალხს როგორ მოეხსნენ. ამ ნაგირავე ფულს უკან არ უბრუნებდნენ და ბოლოს უსახკარო ტოვებდნენ. სერგისაც უნდა და ფული შოვნა და სულ მოძრაობაში გაეძრო აკრობატი და ჩვენი საამაყო ვეკილი იყო სპერო ჰოლდინგის ადვოკატი. და ეს ისია ჩაჯმული მწნერი უკვე კისერშია. ეს იყო მათი ადვოკატი და გამოიცანით რა მოხდა? ახლა ყველა ციხეშია. და დაფიქრებული იყავი სანამ კლეობას იზამდი. ბიჭო, მაგას რომელი კაცური სინდისით იცავდი და ეს კრისა დღეს თავისუფლად დაწრწის თბილისის ქუჩებში. შენ არ ქათმებს სულ ყელე უნდა დაადო ტუჩებში. მე დღეს დავაქცევ მელანს, თუ არ გაგდებ ხელიდან პასტას. დღეს გავიჩიტები გიორგი რუსი და პირში მივცემ ქათამს. მოიყვანე. მოიყვანე ვინც გინდა. გამოიყენე ედო ტენსეი. მაგარი კრაუდი ყავს. ერთი მთვალია და მეორე სენსეი. და ვაფშე, ვისაც ამასთან გაქვთ შეხება და თავკაცობთ. ერთი შეკითხვა მაქვს, ამ ყლესთან რანაირად ძმაკაცობთ და ისიც მიტყვა რომ ამასთან ვიყობ სცენას პროსტა მინდა კამარი. ჩვენ თუ დღეს ერთ სცენაზე ვიდგებით, ბოლოს ვიქნები დრეიკი და ლამარი. მე ვიქნები პროჭი მიმტანი და ჩაგიფუთხებ წვენში და ჩემი პანჩებიც იქნება მწარე და მოგადენ ყელში. მიდი მორწყე გაზარდე რომ ნაყოფს კონდეს კარგი ფერი. ალბათ ბერმაყუსას მოხევ მომუკათუა შენი დელივერი. და არსებობს სამი დაუწერელი კანონი რომელიც ყველა მიცის. არენდოდ ბოზის რემლებს, ნარკომნისფის და ვექილის ღიმილს. აი გააჯვირას გოხ. დღეს თუ ხარ დიარდევილი და შენი ეშმაკის დუმილი ყბედობს. ვექილის სამართალიც ბრმაა და მეწავართმევ ხელჯოხს რომ დაიკარგოს ორიენტაცია და ბრმატყვია კარგად გავარდეს. ვერ შეამჩნიოს წინაღობა და მისივე ჩაშობულებში ბაწრი ჩავარდეს. ცუდი პატარძალი ხარ, არ გინასროლად აიგულის. ვექილს რო ვუყურებ წმუნდები რომ ადამიანი მუტაციაა მაიმუნის. და ეს ტრეკში ამბობს. მე ჩემ შვილს ღმერთთან სიახლოვის გამო დავართმევ იუდას. ალბათ ამ ბარების სიღმეს ვერავინ გამოიცნობს. არაფრით გავხარ ღმერთს, მაგრამ შენი შვილი რომ მიხვდება ვინ იყო მამამისი თავს ჩამოიხჭობს. მე ვარ მარსე და ჩემი სნიკესით მივდივარ მაღლა რო საოჯახო ვასახელო და ტკბილ ქვეყანაში სენსეი მარაფრის მომცემი მრგვალი სურპრიზი გაზარდა რაფაელო და მე ალპზე ვზივარ რომ გოლდმა კონტროლოს თქვენი კოლონა დღეს მე ვიქნები დოკი და სახელოსნოს უნდა მოვაშორო ძველი კორონა სტიჩისთან ბედში ყველა გაოცა მისი თესლი ოკალით ჯერ სეზონი წამოიღე და მერე შენ და მომგან ფილმი გადაიღეთ და ჩვენ მოვკალით შეიკრიბა გენგი და ჩემზე იმდეს ფიქრობ ჩემი დუმილი გესმით შენ და სენსეი მენა ორიგინალი ყლეები ხართ ბრატ ვერავინ შეხვით მე ჩუმად ველის შედეგს სანამ ჩემი მიზნები საუბრობს მაგარ ბარებში თავ ყლეს ისეს რომ მარტო შენი ძმაკაცი ხმაურობს და ვნახოთ ახლა რომელი ხოდით გამოდი და ბეჭირეები შეგეცვლია ვიცი რომ გმირები უნდა მიხსენო და თუ გონია მარტო გმირებზე მაგ ხმაური ყლიფონა ან თქვიო მომისმინე სუპერ გმირები ჩამოთვლა შეეძლია მე და ტონი სტარკი ყველა ქალაქში გავარდოთ ბოტებს სანამ შენ და შენი ძმები უბანში ლოთაოთ მე და ბეტმენი გავანათებთ გოთემს შენ და თანოს მოციდები აწკაბუნეთ გულები მოხდოთ უდაოთ მაგდროს მე და სპაიდერმენი ნიუ-იორკში ჰამაკში გულაობთ ხოდით დაიქოქები ჯაჭვებზე დაგაბამ და არაიშო თორე გოსტრაიდერი გაცხარდება აქვამენს წყალში არ ჩაუყარო ბოთლი თორე ბრიუს ბენერი გამწვანდება მე ვარ ვექილზე ჭკვიანი ზაპროსტა ჩემზე დიდია ხო მე დის და მაროეს ერთად ვახსენებ და ეფაქტი ყელეზე მკიდია ძმა მე აქვს სხვანაირი ხოდით გამოვალ ალბათ ყველა გამიგებთო ფეგურცეს მაგარი ტექნიკით ამოშოს პასი მომეცი თორე დაგიჭერთო შენს კლიენტ ჭირდება კილო და კართან შეიკრა გუნდური შენს მხარეს ყველა იცავს და მიტო არ მოხსეს კუთხური ამის ბიძზე ბაზარია ცალკე მოვლენა სტუმრები ნაადრევად გააცილა იმენა მთვალისიძესავითაა ყველა დრობს აცილა თითქოს უნდა რომ რამე აზრიანი წეროს და ყველაფერსაა მოდებული მაგრამ ამის მცდელობები ყელებს ფსიქოლოგის რჩევას გავს აზრსაა მოკლებული და თუ დღესესდები ტყუილის შემტონ და პროჯექტ ზაღლივით დამადგე თავზე მე შენზე ვიბაზებ სიმართლეს და ლაინების ხურს დავსვავ ბრალდებული სკამზე რადგან მაგ მომენტში ჩენი სიტუაცია გამოუვალს გავს სიმართლეს ვერ
გაიქცევი და შენიველი კანონებით მაგ სკამზე ადვოკატი ვერ იმართლებს თავს. სკოლაშიც მაგრად სწავლობდა. უნდოდა ნათელი მომავალი და ხელშეკავა ფანარი. შენი გეოგრაფიის მასწავლებელი მოუთხან, ბიჭო, მაღლა კი ქუთაისის უბანი არ არის. ბეთლის მერე დავლიოთ. შეძახილი თქოს უამრავმა სადღერძელომ. პროსტა ამ ბეთში ჩემზე ვის ტყუილი თქვას იმას შესწამ ქიანმა სარეპერომ. და თუ ამ ყველაფრის მერე ვინმე ვექილის სახელზე შედგებით, ის არ დაგავიწყესო წენს, სარგი შეგადგება წესდებით. და დღეს ვაპირებ რომ ფაქტიდან ფაქტზე ვიბაზო და ყველას დავული. რადგან ეს იქნება სიმართლე და ბიგეს ასავით გვერდს ვერაული. და საერთოდ რასაც ვებაძები ნეტავი თვითონ თუ ხვდება. შეკლეო, რანაირი ავტოგრადი ხარ პირველ ბეთში მე დავიცავი კაცის უფლება. და არ გეგონოს რომ შეზე მაქვს გადავლის მუღამი. პროსტა უვიც უნდა ასწავლო ასე მზრდი და ქუთაისის უბანი. ჩამოისეინე ძმაკაც, მისი ჰაერის შექსვლის. პელესკით მე ქუთაის კი არ გავაწურინებ, ქუთაისი გაწურავს ვექილს. ჩვენს უძველებს ვინახავთ, რბილად ვეპყრობით სხვენებს. ჩემი ფანჩები მაღლა გიყვანს და განახებს ბაგრატის ხედებს და ჩემკენ მზია მოდის, შენკენთმა თუ დაისია, შენთან ვინც გიდა ისიდგეს, ჩემს უკან ქუთაისია. მეორე რაუნდი ვექილი. კაი რაუნდი იყო სხვათა შორის, ეს ფრისტაილებიც მომწონს რა, ამადოსგან ძალიან კარგად გამოსდის რა და არ ვიცი რა. აი ძალიან კაი ბეთლია ზოგადად და ერთი სული მაგ გამარჯვებული გამოვლინდეს. პირველი რაუნდი ორივე მხრიდან ისეთი მაგარი მოძეძგვილი იყო, ისეთი კაი მოტენილი იყო, რომ აი არ ვიცი რა. იმედია ესეთი მაგარი მოხტით, მაგარი შემართებით, მაგარი რაუნდებით, მაგარი ფაჩლაინებით, ფრისტაილებით, აი ყველაფრით გაძეძგილი იქნება დანარჩენიც რა. ნახოთ. ბიჭო, ოკეი. დავაი სერგი. თურმე სპაიდერმენი ამას ვეგასში აქანავებდა. თან ჰამაკში არ ვიცი ასე ვერსი როგორ უნდა წარმართო, მაგრამ იმ სპაიდერმენის დედას შევეცი ობობის ქსელში რო არ დაგახჩო. და ვერაფერს ვერ მოიტან ახალს, რამდენიც არ უნდა თხარო. მახსოვს ერთხელ TikTok-ზე რა თქვი, კი ქუთაისელი ვარ, პროსტა ზაუდელი ვარო. Facts. სვეჩი ეგრე თქვა, ძმაო. ერთი ხმაური. Okay. ფრისტაილის მომწონს, კაია. მოусმინე შენ ვერსებს. ცარიელი ყვირილია ფანჩის გარეშე. დაწყებაც და გაგრძელებაც ერთფეროვნული გაქვს. გინდა გაანადგურო მტრის ნერვული სისტემა, მაგრამ დაბოლოებებიც არ გაქვს სენსიტიური. შენი მოტანილი ყველა ლაინი არის ფაქტობრივად ფიქტიური. შენ ყვირი, მაგრამ მაინც არ გვესმის მამას. მარტივად რომ გითხრა, შენ ხარ ებრაელი გაზის კამერაში. ყვირი, მაგრამ შენს ყვირილს აზრი არ აქვს. არც მე მაქვს დაბალი ხმის ტემბრი. ბეთში გროტასკამ მითხრა, რომ ბაზრობ გვერდზე შენობაში ესმითო. თავიდან მეც და ჩემ ძმებსაც გაგვეცინა. მერე მეც მივხვდი და ჩემი ძმებიც მიხვდნენ, როცა სახელოსნოდან გავედი და დაცვის ბიჭებმა ესრა თესლობები გაჭითეო მითხრეს. არადა შენობაში საერთოდ არ ყოფილა, შემოსასვლელ კართან იდგნენ. მოუკარი ყური რამდენიმე აზრს. რო კი მე რაღაც პონჩი მაგარი ვარ, მაგრამ ადო უფრო ჰიპ-ჰოპ არტის გავს. არადა გაფუჭებულ ელემენტს გავს, რომელიც ამუშავების იმედად დაჭეჭყეს. ქართულ ტელეშოუების სამყვანებს გავს. როგორც კი იწყებს ლაპარაკს, გინდა რომ უთხრა, თითქოს ვიღაცამ გადმოაფურთხა, მაგრამ არც კი გვინდა ჩავთვალოთ ფურთხად. როგორ დავიჯეროთ შენი ბეთლემსობის, როცა კაცმა რომ გკითხოს, შენიას რომ ვინმე ზედმეტად შეეხოს, შეგიძლია დილამდე ურთხა, მაგრამ წინა ბეთში ჩაიჯვი, როცა მირომ შენ ძმაკაც, რომელიც ამ თემასთან არაფერს შუაში არ არის რაღაცა ზედმეტი უთხრა, იმ მომენტში ვიფიქრე, რომ მიროს სახეს დაამშვენებ და შენი მარჯვენა სხვა სტილით, მაგრამ შენ რაკენი გააძრე პროსტა ფრისტაილი, აბა გაბედოს და ვინმე რომელიმე იმ ჩემ ძმაკაც, რომელიც თემასთან არაფერს შუაშია, რამე ზედმეტი უთხრას, სახელოსნოს ცენტრში ვახოხებ და სახით მოვაწმედინებ ჭუჭხს და ამიტომ ამჯერა შენი ბეთლემსის ბეთლემსობის
და ამიტომ ამჯერა შენი ბეთლემსობის, რადგან ვიცი, რომ იმ მომენტში შენც ფიქრობდი იგივეს, მაგრამ ფიქრი გადავიდა სხვა აზრში, იმიტომ რომ ეგრო გექნა, დიჩისთან მოსაჭმელი გექნებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული 2000 ლარი, ამიტომ შენ დაატორმუზე შენი მანქანა და ზუსტად ვიცი ახლა ნანობ დღეს, რომ წინ დამიდექი, რადგან შენნაირ გაფუჭებულ მანქანას ვეღარც ერთი სახელოსნო გამოასწორებს. ჩაიარა ნახევარ ფინალებმა მორჩა კრიტიკული დღეები ბიგესი მირეკავს გაიჩიტე ჩემთან ბაიტზე ცოტა TikTok-ით twin-ი მოუთხნათ დავამატოთ ჰაიპზე მოვწიოთ პარლამენტი ნაითზე სასპექტა და ანთმენა საკარის მიროც იჭიტება და საბაშაზეც მიდის ბაზარი არავის უხსენები ხარ შენ ერთადერთი ვინც შენ გახსენა ვიყავი მე დაგირეკე მეთქი ბაიტზე გაიჩიტეთქო შენ ეგრევე ფულზე დაიწყე წუწული მეთქი პირადი დამიწერე შენც გაიჩიტე ცოტა დაულიეთ ბიტი ჩავრთეთ და ფრისტაილი დავიწყეთ სასპექტა და ბიგესა ბიც წყნავე მე 2 წლის წინანდელ ტექსტებს ჩალიჩო ეს ნაბოზარი ჩუმად ვიდეოს მიღებს რომ მე რამე თესლიფანჩი გამიძროს ეგრევე გავატყანიეს ზუკნა მაგრამ ვაცადე ეგ ვირთხული ხოდები ვიფიქრე ჯერ ბავშვია არ ჩავაჭერ ჯერ დიდად მაგრამ როგორაც ჩავაჭირვა მუმადურს როცა იმ ადგილას ცდილობდა ზურგიდან მოპარვას სადაც მე მივიყვანე და ყველას ყელესზე ეკიდა ამიტომ არ მჯერა შენნაირი ბეთლემსობის მოსაგებად ყველაფრის კადრება როა მოსული თქვენთვის და მე რა თუ გადაგიბრუნდა კოჭი იმ დღეს ჩვენთან ერთად იყო ბიგ ესი მაგრამ შენ იყავი ყველაზე დიდი პროჭი კაია მიდი გააგზავნე ეგეთი სიბარები მაგრამ ნახოთ მე ფინანს წაიგო სხვა დავაი ყლეს მომჭამძი ლეჭამე ძირში დავაი შენი მათყუარა პირი მოთან გააგზავნე ვით ჩვენში ითხოვა ის იყოს ყლე ბიჭო ცხოვრები დავაი გააგზავნე ოკეი დანარჩენი გარეთ ვილაპარაკოთ ბეთლი ერთი წამ ვინც არიცი სადო აბიტურიენტია ბევრიეთსა და ეს ფაქტი არ გამსკდარიყო წამებში ქუთაისელს რომაშინებს ეს ფაქტი რა გასაკვირია რადგან ქუთაისელ აბიტურიენტ M-ში ისახება რეპ შიში მე-4 დასის გაგებით რას როგორ ახლა შემოგე მეთქი მესამებად რასაკილიკო ეგარო აბიტურიენტი ხარ გინდა აიმაღლო ცოდნა და დაიპყრო მწვერვალი გახდე შენი საქმის პროფესიონალი და ვერ გეწეოდეს ვერც ერთი მდევარი მაგრამ როგორ მოხდა რომ MC იცავ მუშას შრომას პროლეტარებს თანაც ისეთ დროს როცა სხვის კმაყოფაზე ცხოვრობ იმიტომ რომ სწავლას უნდა მიხედოს Yes. ამის ტრეკების მოსმენის მერე არ არის რთული მისახვედრი რომელ უნივერსიტეტში უნდა ადოს მოხვედრა და ამას მე ვიტყვი და გავფანტავ ეჭვებს ბედზე ადოს უნდა სეულში მოხვედრა იმიტომ რომ მდებარეობს 300 სარა გველზე მეც ყოფილვარ მაგ უნივერსიტეტში და მინახავს შენნაირებს როგორ ატარებენ ნემსში მიდი ჩააბარე მართლა მაგ უნივერსიტეტში და მე მართლა მთელი 300 სიარაგველი იქნება შენში მთელი 300 ერთი ხმაური შეგიძლიათ ცოტა მოიწიეთ თქვენ ამაზე. დავარ. წინაზე ერთ ქუთაისელს დავუხატე პორტრეტი და ჩავახედე მასში, რომ სარიელი გადაობები არ არის საკმარისი მტრისგან რომ აქციო ფარში. ახლა წინ დამიდგა მორიგი კომედიანტი, მორიგი კავენშიკი, რომელსაც უნდა იღადაოს ისე, რომ ხალხს ცრემლები წამოუვიდეს თვალის კიდეზე და დღეს მართლაც ახდება ადოს სოცნება, იმიტომ რომ ყველა იტირებს პიკასოს ბიჭებზე. აბა რა. სა მომეწონა ბიჭო ძალიან მაგარი ნაფიქრი აქვს მას აი ძალიან და აი ეს ეგ გასწორებს მო და კაია აი ის რაც გაუძრო რომ სახლში მოგიყვანეო მე გამახსენდიო ამბებიო მაყუთიო რაღაცა და ვიდეოს მიღებდიო პანჩლაინების პონჩიო თუ ეს მართალია კაროჩე საღოლ როც მართალი არ იყოს ძალიან იდეალურად შემკული სიტუაცია არის და რაც ბეთლს ახასიათებს მაგრამ თუ ეს მართლა ფაიზაღია ეს უკვე ძალიან ისეთი თემაა რა ხო სხვა კიდე
ხო, სეუს ამასია რა გველზეც მომეწონა, კარგი იყო. რა ვიცი, ძალიან ბევრი რაღაცები ქონდა რა, ვეკილს და აი ძალიან კიდე ვიტყვი, რომ მაგარი განვითარებულია დაწყების დღიდან დღემდე რა და წარმატებები ვუსურვოთ. შევცხოთ აბა? ადოს მეორე რაუნდი. მეორე რაუნდი ადო. ბიჭო, მართლა გულით მესოდები. აი მაკლეობის დაწერა რო გიწევდა. მაგ დღეს ვიდეო ძმა მე კი არა ანთმენა იღებდა. და მეორე ასეთი ყლეობების დაწერა აზრად საიდან მოვიდა თვითონ მითხრას და მე და შენ შორის მთლიანმა სახელოსნომ შესწა ვირთხას. კაი, კაროჩე. აპორტოვი პროჯექტ. გაჩუმდი. შენი რაუნდი რომ მომერე იბაზრე ძმა. ნახე. ერთი მშვენიერი დღეა და გადავწყვიტე მამუკას Facebook-ს გავხედავ. ცოტა დიდი ხანი ვშველე და უცებ გავოცი და რას ხედავ. თურმე ბევრი ყოფილა საწერი და მე სულ ფიქრობდი ერთზე. დგას ვეკილის შაურმის ინგრედიენტები და წისაფი წელზე. ბიჭო, თავიდან ფოტო შევხედე და მეგონა სერგის ფიტული. მერე გორდონ რემზის კომენტარი ვნახე ამ კაცმა მომცაო ტიტული. მეთქი ამბის დაყვება ცეცხლი ალისფერი. ზემოდან ვიძიაკებ ჯემილანისტერი, მაგრამ ეს დასაწვავი საქართველო რო გხუპავს კანისფერი. მოკლედ ვეკილი ავარდა ბიზნესი ჩავარდა იმედი აქვს არადა და უცებ გენიალური აზრი უტევს. თუ კანისფერის გამო დამიწვეს გავაკეთებო ბურგერს. ეს მაინც არის ამერიკული, ბარემ შავებში გავატარებო. კი მართალია მე ვარ სომეხი, მაგრამ პოხუი დავიბრალებო. დაურეკა კურიერს მოვიდა რაჭკაპუნი ინგრედიენტებზე რაწავა. გააკეთა თესლი ბურგერი და გამოისაინსა და გუსტატიოს მამუკას აჭამა. მამუკა გამოკლევდა მსგავსი ბურგერი, ასად გაუგია. ნახევარ საათში გული წავიდა და მერე სერგის ფოტო აღარს დაუდია. ნუ ვეკილი მივხვდა რომ სფეროში არ ვარ გადა მამუკას მივხვდა რომ არ უნდა ენდო ყლეს. და სერგი შეეშვა და ახლა ფიქრობს სხვა რამეში ვწდიო ბეც. მე ალბათ ჭიდავიცა და ყველგან ეძებდნენ სულამის წონებს. ბოლოს ფეგურში შევიდა და იქაც აგებდა სულად ითნოლებს და მე მოვიდა ბელში კაროჩე რა. ყველაფრიდან ხარ ამოვარდნილი, ექი მჭირდება მენჯის ფოტო და მე ყველა წრეში ვიღიმი როგორც LG-ს ლოგო. შენ წრეში კი არა გუაშიც არევასები არავის გადარეულო. ამ ბეთლის მერე დაგიძახებენ ბაღვაშ და აგიჯანკდება საგვარეულო. ყველა სერგის დაწვას მოითხოვს, არც ერთი განზი არ გავლენ. შენი ცხოვრებას ავითხარ საფრთხობელა და სარზე გაწვამენ. ვეკილ ქუიფერსის ყველას ეშინია, მის სიახლოვეს არ ვინ გარაშავს. მაგ პოზიციაზე თუ გონია რომ გაკ პანჩის მაქარა მაქსიმუმ ჩიტმა დაგაჯვას. საფრთხობელადაც რო არ ივარგებ, ჩემი დრო უკვე ფუჭად გაიყვანეს. მაგ ვიდით მაქსიმუმ იმპოტენტი ხარ და მაგ მიწაზე თესლი ვერ გაიხარებს. მე ბევრი ვიწვალ და ვაკეთე რომ საქმე გამოსულიყო. ატოს დავაიყინე კარდაშიანთან რომ კანია ჩამოსულიყო. მე ვარ დასავლეთის სული და ჩემი პოვნა შენი კვესტია. თითქოს ვარ კანიეშვილი და ჩემს სილუეტში უესტია. და აქ რატომღაც ვერ ვეგუებით ვეკილებს. შობს შენი სფერო უარყო თუ გაიგოდებ ძებნილებს. თუ თვალები აგიხვიეს გინდა მართლის მიგნება. მაშინ უბრალოდ უსმინე კაზი ჯაზი გჭირდება. და აქ სხვანაირად უბერავს დასავლური ჰავა. და უნდა გაგასწრო ფერთა სამეფო და გამა. სანამ სამეფოს მიწვდები ჯერ უნდა დადო ფიცი. და იცოდე რომ აქ შავია პირველი პრინცი. ვეკილს ვანახე. შავია პირველი პრინცი. ვეკილს ვანახე ქუთაისი და ახლა თვალებით ბაგავს. მე სიმართლე ვიბაზე და დედაც მომუტყან ჩემზე გამოგონილ ამბავს. და მე აქ ხაზი გავუსვი რომ ისტორია ჩემი ქალაქი იცავს და ჩემი ქალაქი და მოდის ისაც ყველაზე ძალიან გიყვარს და ჩემი ქალაქის ისტორიაზე შენზე დავცადე სიმართლის დოკი და ერთ-ერთად ჩემი ქალაქი და მოდის ეს არის დოკი. სტიჩი შეუბნება როგორც შენი შორტი და მაისური ისია გახუნებული. აი ეს ნაბოზარი სად გაიფაქტა. ამას ამბობს ტიპი რომ ემა წითელი მაიკა სამი ბეთლია ვერ გაიხადა და ჯობებს შენით გაიქცე თუ ამშნე ვადო ხურდება. მაგ მაიკას ფერი აქვს ისეთი რომ დედა მოთხნული პოსტა არ ხუნდება და რამდენი შენ მაგ მაიკას რეცხავ და მე რეიცმევ იმდენი მტყვნის უკვე სუნი აქვს ისეთი რომ თამოყარე თაგვიერ და და პირს. აი ვეკილს ისეთი ვიდეო აქვს სკაიპზე უნდა მიწერო. აი ამის დანახვაზე რომ ტრულაილა იმღერო. ტრეკებს ვერ ჩაუგდებ ტელეგრამზე. რა ფერ დარეგისტრირდეს ინსტაგრამზე. რაი აიგი მგონი რაც ხაგავს თორე. აზია ხა რაი
მართალია იგი მგონი რაც გაგავსწორე აზი არ ხარ არაფრის და მიდი მე დაასკროლე და მე დაგიხრიტავ რილსებს თუ ჩემს საუნდზე ბოდავ შენი ტვინია ფორიუზე და მუდამ სხვის იდეებს სკოლავ ჩემი პანჩების ეფექტი უნდა მოგაშორო რო გაგარჩიო ბევრში დღეს გავიჩიტები სარკე და ჩემთან ფოტოშოვა ტრენჩი კოროჩე რაღაცასო დაიბრალე ბრატ შენი არ არის ეკო გრეხია მაგრამ ვინც არის ჩვენი სერგი ნახევრად სომეხია და სომეხ ბეთლებში ზადგილი დაიკავა შეიძლება დოკისულ არ იყო მარტვილელი პროსტო ამან დაიბრალა და დაიჭრები მუხლებში თუ სადმე რამეს მიქარავ შეხარინა ბოზარი ნარკომანი და ლაინებს იპარავ ჩემ ბარემ შენი სკილები ჩაკეტა და შოლახსნაშია ვინც ვერ მიხვდით ლაინების მოპარავს ახლა ვეგეთყვით საქმე რაშია მოკლედ ახსენა აფრიკელი ბავშვი და ტექსტი წყალი ვიცოდნა და მასე ხმაური ქონა მარტო მაგრამ შეხარ აფრიკელი ბავშვი ვისაც ყველა ჩემი ფანჩი წყალი გონია ამას ამბობს ატო კიდევ ბეთლემსობა უნდა კონდეს ვენაში ალბათ მე ნებსებს ესვი კარგო მაგრამ რასაც ვშოუდო ბუშევ ავსტრიის დედაქალაქში ამას ამბობს ემცილადო და ქორწინებულებზე ფრისტაილი არ მახსოვს ეგ მომენტი როდის იყო მაგრამ ეგ ფრისტაილი შემდე დოკის იყო ბარაბაში იპოვის ბეთლემს ვაფშე რატომ მოიფრე მაგნა გავის მოტანა მაგრამ გასაკვირა რომ მაგას ტახასთან ბეთში ამბობს მონტანა და არ მოტყნა ტვინი რო ეგ ბეთლები არიცი მაგ წყვილს უნდა სამარხი კაკ მინიმუმ შენი პირით გაქვს ნათქვამი რომ თითქმის ყველა ბეთლი გაქვს ნანახი და შეყდერო ნუსიროფო ჭკვენის სული მოერგო ეგ ბეთლი ბიგესასან შენ კი არა ატომ მოიგო მე აქ ბიფიმა გამომწყვერდა რამდენიმე წუთში დაელოდეს შედეგს და ყველამ გაიგო შენი ჩათვით რო შევეცი ყვირილით მოგებულ ბეთლებს მიდი მოიტანე იარაღი ჯიბიდან მესოლე რაკატან მაგრამ ამ ბეთში ისე შევდებ რომ მარტვილამდე გაგატან თუ GTA-ში აუ ხმაურ ერთ რაწყას დავდო თუ GTA-ში კაც მოკლავ არ ნიშნავს რომ ხარ განგსტერი მე ვარ გრანდი და შენ სამი კოლა და ორი ჩიზბურგერი გინდა რომ გაიჯიბო მასტერი მე დღეს დაგაგდებ შენ და ის გაიწირება თუ ჩემს ბარზე იცინი ჩვენ ზემოდან დაგხედავ თქვენ და კალეზე მკიდია რას ფიქრობენ ისინი და შენ შეარსებულ ბავშვს მივცემ კამფეს და დამიძახე ვილი ვონკა იკაი პეტრაფინალია გვახია მე და სანდროს ამის პირი მოვთხარ და ვიცი რომ თეატრი უნდა მიხსენო მაგ სპექტაკლის თავი მორჩა მე სისხლი იქ მომეწალა სცენის წვერო რო თვალი მომჭრა შემშია ხელოვნება და შენ ხელე ჭამე და მაგით ეძებე ფეიმი ჩემში სულ არის მუსიკა რადგან იჭრსა აქ ზეიმი მამუკას ოცნების პირამიდა საშემ და მისი მონამგონი ხარ ჩვენი გამბებს ოცოსხლ და შენ სხვისი მონათხრობი ხარ სიმართლეს ვამბობ სცენაზე და არა იმას ისიჯერა სხვას მე დამიძახებენ მოლიერს რადგან ამ საქმეს შევაკლავ თავს ჩემი ისტორია გამოიკვლიე და ის ყველაფერს აღწერს მგონი ხარ შნაიდერის პასტა რო ჩააჭერ ყველაფერს დაწერს ვიზუალზე кайფი არ მევასება ჩემში ფიქრება გაბაგეს არ შემეზორო არ მეთქვა კალმით კი არ ხარ ნახატი პროსტა ფურცეზე დაგჭღაბნეს და თუ ოდეს მე დამიჭირეს მე საკუთარ თავს დავკარგავ და თუ ოდეს მე დამიჭირეს მე საკუთარ თავს დავკარგავ შენო სასამართლოზე თვალი მოკრა ჩაგუჩ ჩემი ხელი დავარტყავ არ აინტერესებს სიხატაკე თან მუზას მისცემს თვარეო ჩვენ მეუბნებით სასამართლოზე გააჯვას იქე უბნებიან ნახუი ბეთლავეო პროკურატურასთან ზის და საქმის დეტალის მათხოვარია მე მევასება სერგი პროსტა ვექილი ზედმეტად ნაბოზარია და შენი სახელი არ უხდება ჩემპიონს არავის უნდა ტიტული განდო ჩემზე კიდე ჩემ გაქცა პასუხი დაბადებულია ჩემპიონადო ვაუ აშკარად სიდომინანტე იყო მეორე რაუნდში ადოს მხრიდან ჩემი ყურისთვის ძმაო და საუბრ თუ მაგალითად იტყოდი რომ პირველი რაუნდი თანაბარი იყო ან პირველი რაუნდი ვიხილმა წაიღო აქ უკვე თამამად შემიძლია ვთქვა რომ ჩემი ყურისთვის მეორე რაუნდი აბსოლუტურად ადოსი იყო ძმაო სპონსორია სახელოსნო ბარი ჩვენი პარტნიორი კონტროლ რუმი და მაგრამ ხარდამჭერი ომეგა ემბერი იო რომმა დაიწყე შენ დაიწყე ხო მესამე რაუნდი ვექილი ოკეი მინდოდა შემოვლითით მევლო მაგრამ სხვა გზას არ მიტოვებ შენ რასაც მარტულში გამატან მე ქუთაისით გავივლი და ზაოჩი დაგიტოვებ ოკეი და სუსტად ვიცოდი რასაც მოიტანდა ჩემი ვიზავი მაგრამ ერთი რამე მაინტერესებს რა ჩემი ყლია ჭიდავი სვეჩი რა ჩემი ყლია არ ვიცი ძმა მართლა არ ვიცი რა
ატოსაც არ შეშლია ეგეთი რამე საერთოდ. ვაიცა. კაი, დავიწყებ ახლა რა. ერთი წამით ძმებო. ოკეი. ახლა მოვიდა დრო. შენც იგემო ის, რაც სტიჩის აგემენ. და ხო იცი კარმა რა ნაბოზარია ყველას უბრუნებს ხურდას. სტიჩისთან ბეთზე ვის ვიძე იყადავე შე ჰარი პოტერის ზუკნა. ეს არის ადო ძმაო. პროსტა წერი ამოუვიდა რა. აი, იმას გავს TikTok-ერი ჟურნალისტი როა. აი, ერთი წამი. მინდოდა ჰარი პოტერიდან მომეტანა ლაინები. მაგრამ სამწუხაროდ არ მაქვს ნანახი. თორემ სეტყვასავით დაგაწყდებოდა ჩემი ლაინები ჩაქუჩებით, მაგრამ დიჩი ერთი რამ მართლა მაინტერესებს, საიდან მოიყვანე ეს სიკვდილის საჩუქრები? ხო ხედავ შენს, რომ შენ თვალწინ იწერება ისტორიის ახალი თავი, ამიტომ happy birthday ჰარი! აი, ამას გავაჯობები. კიდევ ერთი ნოუნეიმი პროექტში, რომელსაც ყველა ჩაჯმული დღე უნდა უსახელო, მაგრამ ეს არ არის პრობლემა. შეიძლება შენი სახელი არავის არაფერს ეუბნებოდეს და ისე გქონდეს ბოჰემა. ცოტა ეპიკურიცაა, მე რო ვბაზრობ ამაზე. როცა ჩემი ბეთლი ხალხის ზიზღის მაგალითია. როცა ჩემი თავიდან ერთ დავახო. არ შეგეშალოს ძმა. ოკეი. კიდევ ერთი ნოუნეიმი პროექტში, რომელსაც ყველა ჩაჯმული დღე უნდა უსახელო, მაგრამ ეგ არ არის პრობლემა. შეიძლება შენი სახელი არავის არაფერს ეუბნებოდეს და ისე გქონდეს ბოჰემა. ცოტა ეპიკურიცაა, მე რო ვბაზრობ ამაზე. როცა ჩემი ბეთლი ხალხის ზიზღის მაგალითია. კი, მე ისევ მოვიგებ ბეთს, მაგრამ მადოს სახელი გავარდნილია. ამიტომ ვიტყვი ერთ რამეს და ამით იყოს ბაზარი დამთავრებული, რომ სტიჩის დღემდე გონია ბეთლი ადოსთან კი არა ედოსთან აქვს ჩატარებული. Facts, მართლა ოღონდ. შენ სტიჩის მოუგე, მე ვერა და ზუსტად ვიცი ამაზე გექნება გასწორებული სამიზნე, მაგრამ მე ვიყო მირო, რომ სტიჩი ედოს თუ ვერა ადოს 10-დან 10-ჯერ ჩაიდებს. მე დიდი ხანი ვცდილობდი მეპოვა კავშირი შენს და ბეთს კულტურას შორის, მაგრამ უფრო მარტივია აღმოაჩინო ოქროს საბადო. შენს მკვდარ ლაინებს არ აქვს კავშირი ბეთთან, რამდენიც გინდა დაბადო. შეხავს გონი ხარ ზეგანათლებული და ნიჭიერი, მაგრამ ელემენტარულად ვერ მოიტან ლაინებს ბერძნულ მითოლოგიაზე, რადგან შენთვის ეგ სხვა პათოსია და შენგან განსხვავებით ჩემი ლაინები აწყობს ჯოჯოხეთებს, მაგრამ დღეს მარტო შენთვის, რადგან ყველა ჰელ ადოსია. შენ მომიგებდი დღეს რომ ტარდებოდეს სილამაზის კონკურსი, მაგრამ ყველამ კარგად იცის ბეთლის ფინალი ვისია. აქ იმითოდ გახარ, რომ წინა ბეთლებზე მიროსაც და სტიჩისაც ენაებნად და ფინალი გერგო ადონისიად. და დღეს ჩამოინგრევა შენი ზეციური კოშკურა, შენი აზრით ზეცამდე რომ და დღეს ჩამოინგრევა შენი ზეციური კოშკურა, შენი აზრით ზეცამდე რომ მაღწევდა და დღეს მოგიწევს შენივე ხელით ბაბილონის დანგრევა, რადგან ვერ გიშველის ენების არევა. ოკეი. ვინც არ იცის ადომ მსახიობია და კარიერას იწყებს თეატრალურ ლაბორატორიაში. და არ თქვა ეს რომ არ არის ასე. ცხოვრება რა ირონიულია. იციან რა ვირთხაც ხარ და წაგიყვანეს ცდაზე, მაგრამ ეგ ხო შენთვის არაფერია. ადო თავს იმშვიდებს კოსმოსში გაგზავნილი ძაღლებით, საუბრით სხვა ერაზე, მაგრამ ადო სანამ არ დაამტკიცებ რომ ვირთხარ ხარ ვერაზროს იბაზრებს ტრელკაზე. შენ მსახიობი ხარ, მე ადვოკატი, მაგრამ ორივემ გადავდეთ თავი ბეთ კულტურისთვის. შენ მოირგებ მგლის ფორმას, მე ჰალსტუხს და ასე იწყება ტრიპი, რომ ბოლოს ყველა დენიროს უკლავს ფარულ ლავას ერთი ჰალსტუხიანი ტიპი. ოკეი. შენი სპექტაკლის ერთი მონაკვეთი ვნახე. შენი სპექტაკლის ერთი მონაკვეთი ვნახე. თავი და ვერ მივხვდი რა ხდებოდა ან რა როლი გქონდა, მაგრამ დავამუღამე რომ ერთი სამართალმცოდნე ტიპი გაკაჩავებდა, თავიდან ხოთზე იყავი. მერე იძახი რომ ყველაფერს ვაღიარებო, მაგიდაზე ხელებს ურტყა, ის ტიპიც გეიაზვება და გეცინიკოსება. შეჩემა დაგერეკა, ხო იცი ეგ ტიპებს სახეს ვუთხნავ. მერე
მე იძახი მე დავწერ ყველაფერს მომეცით საშვიო მომისაჯეთ გაცხრილის მუხლი ოღონდ დაიბადოს ბავშვიო სცენა გადის ფინიშში ამაღელვებელი სცენა არის ადო სიკვდილი მიუსაჯეს ადოც და ხალხი შოქშია შეწყალება ისე ვიუარეს დახვრეტი სცენისთვის ყველაფერი მზადა დაჟე ფარდები ჩამოუშვეს მაგრამ ჰოი საოცრებავ რეჟისორმა ამ სპექტაკლს ბავშვებიც ესწრებიანო და დახვრეტი სცენისთვის ადო ბეკილთან ბეთლზე გამოუშვეს ზუსტად ვიცი ახლა ალაგებ ფრისტაილს და გინდა მითხრა რომ ეგ სპექტაკლი თვითმფრინავის ბიჭების სახელითაა ცნობილი რომ ეგ ბიჭები იყვნენ თავისუფლების ღირსი მაგრამ არ ეღირსათ ჯინსი არ გამართდა რისკი და მიიღეს მაგარი ტისკი და ზუსტად ვიცი რომ ამაყობ შენი იდეალის ბიჭებით მაგრამ ეს ცხოვრება როგორი მსაკვრალია მაგრამ გიგი ადამიანია სანამ მიამაყებ მაგ ბიჭებით იცი რომ თვითმფრინავში ერთ-ერთი დაჭრილი იყო 16 წლის ანა ადამია მე არც ვეწინააღმდეგები არც ვამართლებ მაგრამ დავიცი რა არის თავისუფლების საზრი რომ თავისუფლება მოითხოვს მსხვერპლს მაგრამ ადო სცენა იქნება ერთადერთი ადგილი სადაც შენი ქვეყნისთვის გააკეთებ რაღაცას და ვერაფერს მეც სცენა იქნება ერთადერთი ადგილი სადაც შეგიძლია შეეხო შენიანის მკვლელს სცენა იქნება ერთადერთი ადგილი სადაც ვიღაცას ენდომება ყალიფონ რომ გახვიდე სცენა იქნება ერთადერთი ადგილი სადაც მართლა შეგიძლია ნახო მტერი ადო გამოფხიზლდი ეს არ არის თეატრი ვეკილმა თავისი ხელით ჩამოუშვა ფარდები და ამას არ უშველის ღამეების გათენება და ვერც ერთი ჩაყრა რადგან ამ ხალხის თვალწინ ზუსტად სახელოსნო სცენში დაიდგა ბეთ კულტურის და ატოს გაყრა შენი სამსახიობო კარიერა დაემსგავსება ტიპური ქართველი მსახიობის კარიერას თავიდან დადებ ასტრექს პრობლემები გექნება პაპარაცებთან მერე დაგიძახებენ ყველაზე პაპსა სერიალში და გაზასავებენ თინა მახარაძესთან ამ დროს ამ სიბნელეში მე და ჩემი ძმები ვიჩალიჩებთ საშოვას სუფთას მერე შენ ჩაგსვამენ ლურჯ ავტობუსებში გაგარეპინებენ და მოგიგდებენ ჩემი და ჩემი ძმების ნაშოვნი ფულის ხურდას ჩემი ძმების ნაშოვნი ფულის ხურდას ოკეი და ბოლოს რა მიმხედრი მიხვდებაო და მივხვდი რომ არ არის თავიდანვე საჭირო რომ ანგრიო კარები რომ ჯერ უნდა გაიარო ეკლიანი გზა თუ გინდა დაიმსახურო მედლები რომ თუ გინდა გახდე ბოლოს ჩემპიონი ჯერ მერაბდვალიშვილივით უნდა ამტრიო კედლები და ყველა დანგრეული შენობის ბოლო ახალი შენობა და არ აქვს მნიშვნელობა შიგნით რა გელოდება თავარია შიგნით ვინ ხავს ვის გაუყოფ შენს ლუკმა პურს და ვის აპოვნება ცხოვრების აზრის პოვნის მიზანს ვის გაუყოფ შენს ჰაერს და ვის მიწას ვამოყვება ყოველ დილით ვიზარას ტიკტაკს და მივხვდი ცრუ ყალბი ხალხი დღეს ვერცვლის სამინც და მათი პოვნა მარტივია უბრალოდ იცხოვრეთ ღირებულებით მე თუ ამათი საკით ვანგრევ კედლებს ესე იგი ვაშენებ ახალ სახლს და მარტო ნამდვილები ხართ მიღებულები ხალხი რომლებიც ჭეშმარიტად იწოდებიან რადგან როგორც თქვა მაქს პლანკმა ჭეშმარიტება ვერასდროს ვერ იმარჯვებს უბრალოდ მისი მოწინააღმდეგეები იხოცებიან რაუნდი მოიცა ან ანდერგრაუნდი იმაგი კარნახე არაფერი არ ან ანდერგრაუნდი რაუნდი მაშინ მთავრდება როცა სხვანაირად სუნთქავს ანდერგრაუნდი მეტი რაღა გითხრა შვილო ცდილობ წვალობ ჩალიჩობ მაგრამ ეგ უფრო ნაყვა წყლისა რადგან შენი ნაწერი იშლება ფაიფურივით და ჩემი წერა ქვისა ამიტომ თუ გაისროლა შენმა არსენალმა იარაღზე მაინც არაცდება განსჯა რადგან სულ რო ააგო სვეტი ცხოველი ამ ბეთლის ისტორიის მწერლად მაინც მე დავჩები და ბეთლის მერე მიხვდები ვის მოიჭრა მარჯვენა და ვის მამარჯვენამ გაჭრა მესამე რაუნდი ადო ესენ კიდე აქვს სტაილები კაროჩი რა იწყება მესამე რაუნდი დაგადე მარკი და იასნა ადოსტრაფია დღეს ხარ ჯონ ლენონი და ეს შენი ბეთლემსობის ბოლო ავტოგრაფია მე ვიცი ჩემი დოენ და შენი ითვლება მარტივში და მოდი გავიხსენოთ ამბავი თუ კი რა მოხდა მარტვილში როცა ამბავს მოკლედ მოყვები და ეს ეხება ორსთან როცა სენსეი და ვეკილი სტუმრად ჩასულან დოქთან როცა პარკში სვამდი და ინციდენტი შენი კაცობა განულდა როცა ვიღაცამ თვალმა ჯონიმ შენი სენსეი გამუდლა სენსეი ვეკნა ვერაფერი ძმები აბოროძე დარჩით ვეკილამ ფრისტაილს ვერ მოიფიქრა ვერც უპასუხა პანჩით და იძაბა ყველაფერი არ გამოდის ნათელი დღესა
ხალესავით, იქეთ მამუკას ნუტლავენ, ვექილი კიდგას ხალესავით, მამუკას ლო ყანათებს, სერგი აშვება არაფერს, ჯონის არავინ აკავებს, სერგი აშვება არაფერს, ჯონის სენსეი სამარცხებს, სერგი აშვება არაფერს, მინეტი ჯონი ათავებს, სერგი გუძე პირს აღებს. შად გათესლა პირში დამეც მაგაცურ ხოჩი, როცა შენს მაგაცურ ტყავენ მაგროს ნახმობას მორჩი. ადაგი და დაიცავი შეინძვა თუნდაც მუშტით როგორ შეფერის ბიჭს. ადაგი და დაიცავი შეინძვა თუნდაც მუშტით როგორ შეფერის ბიჭს, მაგრამ შენ მაგაზე როგორ უნდა გებაზრო, ფულს თუ არ გაზლევენ დასვაზი არ აღებ პირს და არ გა იას არ გაგიკვირდეს ეს ხალხის და შენს მაკაცების რო დაგიძახებს ყლეს, რადგანოცა თესლი პორნო ეძრობა, შენ მარტო მაშინან ძრებ ხელს და მთლად რომ იყო სენსეის ლოყა, არ გამოგივარო განათდე, მე დღეს მგონი ხარ პუტინი, ყველას უნდა რომ ჩაძაღლდე, იმენა ქრიჯმა განჭვალა მამუკას პანჩი რო ახსენი, ბერმუტეს რასერჩი შენ თუ ცადე და ვერ გახსენი, ჩემი პანჩია ცუდი მოგონება, მას ეფიქრით კივლის განიჭებს, მე ვარ ნეიმარი, თავზორო გადაგატარონ საჯები ყვითელს ამიწევს, ფინალისტია სერგი, მისი დღე მშვენიერია, ფინალზე უნდა მოვტლათქო და ვექილი ბედნიერია, ყველა მის მოგებას აჯვავს, ქეშდას არა აქვს სინდისის, დოკმა იმენა აკენწლად გაზდა ყალესავით იგიმის, იჯეიჯეის არაკლებს, ცუდი ვიბაზრა მასე, ესი კაცი იგიმის, ხელებს იქნება ასე და მე დღეს ყველას აბარაც ვიღებ, შენი დაგდება ჩემი მიზანია, იმენა თუ გილუან კაფი ხარ, პირში გაჯვამენ და გიხარია. ადომ რეები ბაზრა, ჩემი ფანჩები გახტუნებს, თუ ხარ 10-დან 9 შენ ჩემი 6 გაბრუნებს და ჩემი 6-ით მოგიგებ, ჩემ აბარებმა გახსნა, ქუთაისში ჩამოდი ბიკენდია საწებელი, თავზე უნდა გასხა, ადომ იმენა გადამიარა, მართლა მომიგო, ეს გადაეცი შენებს, ხმას როგორ არ მომცემდო 200 ლარი დავახარჯეო პელეს და დამანახე რომ მოიგე, მე შენ ამისთვის, თქვენ შევეცი, დამანახე რომ მოიგე, მე შენ ამისთვის სულ გიცდი, მგონი ხარ ფულიანი პარლამენტარი, ხმის მიცემაზე ფულს იხდი და მე ჩემი თუ არ ძლიერი ვარ მოყვარული უბნის, ჩემი ბეთლია თოვლი, ყველა დადებას უსწრის და ვექილის ძველი Facebook-ის ნახე, ჩემი ცხოვრების ცუდი მომენტია, წეპოს ეძებ და ბირჟაზე და ეს შემიცა ძველი პოეტია, 2015 წელია, პოსტი დადო და ურა ფლექსი, პოსტი შინარსი ასეთია, გთხოვ გადადი და შემიფასეთ ლექსი, ალბათ ეგ რომ ენახა დამბლოკავდა ჰოსტი, ისეთი ყლეობა იყო მეტამ არ გამიხსნა პოსტი, რომ ვუყურებ დროს რომელი საათია, თუ არ ემთქვა მე შუქს გავიღებ და შენ თუ გინდა გალაქტიონობა მე ფანჯარას გაგიგებ, ყველა შენ ყველა შენს პიქს მოუთხნავ შენ თუ რამე გაქვს ნაძრახი იმენა რითმაზე გეტყობა რომ პელეს ბეთლი გაქვს ნანახი ბიგესის მერე გარითმა მიზეზი და ისევ ბიგესი ასეთი თესლი ბარით მოვიდა აი ეგ რითმები მოგიტყან და მოგიტყან მე ვარ შავი კატა შენ წირგები და შენთვის ვარ თარსი გეტყობა რომ მხოლოდ ქართული იცი და მიტო არ იცი ამ პარჩის არსი და ეს თუ ასი არ არის და შენი ბეთლის ინტერესი ქართულს გაცდა და მისახელე სამი ამერიკელი ბეთლემსი რომელიც შენს ინსპირაციას ჩაჭდა ან სამი ამერიკელი რეპერი ან სამი კომპტონელი ემსი ჩამოსასვლელად მრავლად არის მაგრამ შენ კომპტონი რა იცი ხო და გასწავლი ჯაჭვის რო გასწავლი მარჯვი შეუხვევდა ემანდარი ოპონენტადაც არ მიმაჩნი ხარ ჩემთვის ვაფშე სხვა ხარ მაგრამ შენ არ გეწყინო სერგი ხო იცი ჩემი ძმა ხარ კი მართალია ჰოლდინგის ადვოკატი იყავი მაგრამ სერგი ჩემი ძმა ხარ კი მართალია შენ ძმაკაც უთყამენ და შენ არაფერს შვები მაგრამ სერგი ჩემი ძმა ხარ კი მართალია შენ ფულს იხდი რომ მოიგო მაგრამ სერგი ჩემი ძმა ხარ კი მართალია ამის ძმაკაცი ხარ მაგრამ ჩემი ძმა ხარ და კი მართალია შენ ფულს რგავ და ხი არა მოდის ამ დროს ხალხი არეთებს კანალებს მაგრამ გამოიცაინ სერგის ქმედება სერგი არ შვება არაფერს და სერგი არ შვება არაფერს და შემოაბიჯო ჩემს ფართობზე თორემ მოგეთყნება განივები მგონი ხარ ბაღის ზეიმზე პატარა დეტალებს აკვირდები იქნებ რამე ფანჩი დავწერო ეგ ამატერასოა შეჭი რა ვიჯეჭი ეგ ყველა მეგვითხრას მოვისასმოდა არა ბიჭ გადამაგთ ეს მოусმინე და მგონი ხარ ბაღის ზეიმზე პატარა დეტალებს აკვირდები იქნებ რამე ფანჩი დავწერო ბევრი იფიქრა ადოზე მაგრამ ჰაჩიკო მისმინე ჟოსტო მიდარდო პატრონზე რომ არ გახდეს საგინებელი ჯერ კიდევ ჩემ წინ გახარ მაგრამ შენ არ გეწყინო სერგი ხო იცი ჩემი ძმა ხარ და მაგრამ შენ არ გეწყინო სერგი ხო იცი ჩემი ძმა ხარ მიდი ხო იცი ჩემი ძმა ხარ
ამის მერე გახდები კარგი ბეთლემსი, ადომ ჰიპ-ჰოპით გაკუთხა, შენ ხარ უბედური შემთხვევა, სენსემ შლიფინისას გადაგაფურთხა და მომისმინე ძმაკაც, ამ რაუნდს მორჩები და ვაფშე გავდივართ და შენ თუ ჩემპიონთან გინდა ბეთლი მაგისთვის აქ მხოლოდ სამნი ვართ და შენი ჩემპიონი და ღიარებული კაცი რომელსაც არა კაცობა, ვიძე და მანერაზე უკვირდები შეეფერება ტრანსობა, ისედაც ფემინურია, არც საზმაკაცოა და ეს ჩვენი ომი არის, ტრანსობა შეგეფერება, გევასება კაცების ტრაქში ზრომიალი, ისე ლამაზი კამანდა ყავს, მე ვასება შენი ბექი, მოდი ამას აბაროტი აუღოთ, მე გამუკლავ და ყლესავი ჩენი დექი. შენი ხოდია პატენტი და წყალი გისხია დუხში კანონის წინაშე დავდახილია და ჩაქუჩი ხვდება მუხში თითქოს ვაკელის ნერვებს ტესტავ და არ შეუძლია ამის სატანა დღეს მხრებზე ვიკიდებ ქის და აქედან 4 კაც მოუწევ შენი გატანა და მე თითებით გმართავ, წისლად შევიღებე თმები, თითებით გმართავ და ჩემ ხაზემ მოგჭიმა, ანდალს გილოკავს ბელი და სახზი წიოგებს თოჯინა და მე ამბარებში გამოჩნდება ყველაფერი, მე რასაც ვამბობ და ვიზავ, გონია ყლენაშას უნდა სექსი და მე ქამარს ვიცავ, მე ვარ მეორე სეზონის გამარჯვებული და ეს ასე მოხდება. რაიმენდუცი მგონია ჩექმებიანი კატა და ოქროს კვერცხი მოძებნა და ეს მაიმუნები მეძახიან მამას ვარ ორანგუტანი და შენს გაგიმეორებ იმას რაც შენ ძმაკაც უთხარი მე ვარ ბიჭო ადო მომისმინე კანტონ საქმე არა მე ბლანდო დორებერგიშვილის პარდონია კიმია გამოვედი და ყველაფრის მოგებაზე თავში კოშკი ავიწყე და ისე დავხურავ ამ სეზონს როგორაც პირველი ბეთლი დავიწყე რაუნდი კაი, მოდი, სანამ უშუალოდ გამოვაცხადებ, ვინ გაიმარჯვა, მოვუსმინოთ ზიურის თუ რას ფიქრობენ. ერთი ხმა ორი გროტესკი. საღლძო, მესამე რაუნდი იყო. მესამე რაუნდში ერთადერთი რაც მომეწონა, რომ რაღაც დავიწყებული გაგახსენების პროცესები ქონდა, თორე დანარჩენი მაგარი. აბაროტის აღებაზე კიდე ეგ ვაფშე ძალიან მაგარი იყო. მოკლედ საბოლოო ჯამში ბეთლი გამოვიდა უმაგრესი რა, მართლა დაჭირდება ამ რეაქციას ძალიან ბევრი ლაიქები რა და არ ვიცი. ჟიურის აზრი მაინტერესებს ძალიან. მე როგორ ვიხრებ, იცი? პირველი რაუნდი ან ვეკილი ან ნიჩია, მეორე რაუნდი უეჭველი ადო და მესამე რაუნდი უფრო მესამე რაუნდში პროსტა მესამე რაუნდში მაგარი ფრისტაილი გააძრო ვეკილამ რა. დასაწყი. ხოდა. ბიჭო, იმის ფრისტაილი მომეწონა, ამის რაუნდი მომეწონა, არ ვიცი რა. ჟიურის მოусმინო TikTok-ში რა და მე გეტყვით ეთანხმები თუ რა ჟიურის რა იქ კაროჩე. Alright, მოკლედ რა. სანამ კომენტარებში ჰეითი წამოვა, მე არავირა ძალიან მაგარი ბატლი იყო რა. შეიძლება რაღაცეები ამოიჭრას და ბოლომდე ვერ ნახოთ, მაგრამ ის ენერგეტიკა რაც აქ ტრიალდება და აი ყველაზე მაგარი რა, იმიტომ რომ ამათი ძმაკაცები ერთმანეთს რაღაცას ეუბნებოდნენ ესენი ბიჭო და გარეთ გნახავ და ძალიან მაგარი იყო რა, აი ფუხზე მოვედით სვეტში. ამის სწორდა თან ვერავინ ვერ იყვის ახლა ყვიროდნენ და ყვირილით მოიგეს ორივე ყვიროდა ძმაო ფარფის სახესეა. ჭიდავიც მაგარია მაგრამ მე ვასება. გადაობის გარეშე. ხარიდული. ჭიდავი და ვარჯიშს მერე ბანავი მევასება. ზეზე წამოდგო. ხო არა. ჯერავი ქულები დავწერე, ეხა იმან დამიჭდა ტელეფონი, ხო და ჩავიწერეთ ყველაფერი რამე რა ვერაფერს ვერ ვიტყვი რა. ძალიან მაგარი ბატალი იყო, აი მე მაგრად ვიკაიფე რა. დაჟე ისამდენად ვიკაიფე რომ ერთ მომენტში დამავიწყდა რომ საჯო. მართლა ანუ მე მესამე რაუნდი რო დაიწყო, უი მეორეს ქულები და მერე დავწერე რა.
მაგრამ კარჩე ერთ რამეს ვიტყვი რა თუ რაღაც თემას ატრიალებთ ერთ რაუნდში გირჩევთ ის თემა იმ რაუნდში დატოვოთ რა რაღაც მანჩი უფრო ჯობია რა იმიტომ რომ მაგარი სეტაპი ქონდა შენ თუ არ ვწდები ჩაკუჩის დარტყმაზე მე კიდე ერთხელ ვიხმარე მაგრამ ნუ ეგ არ ფსანიშნავს რა მაგარი იყო ერთი სქემაც და მეორე სქემაც მაგარი იყო რა შენი მრავალფეროვნებაც დამევასა პირველი რაუნდი ისე შებერე მე მეორე რაუნდიც თითქოს იგივენაირად დაიწყე მაგრამ იყო იქ რაღაც სხვანაირი ისინი სეტაპები რა და ჯამში ძალიან მაგარი იყო ფრისტაილები პასუხები ერთმანეთში ფრისტაილით აი რავი 10-დან 10 ბატლი იყო რა და ხმაური შევქნა კიდე ერთხელ მადლობა გროთეს ედი მოდი მაური ედისთვის შევშეგლე ცოტა დაიკავო არა ვინდა გაიგე პირველი იმით დავიწყებ რომ რაც არ უნდა გასაკვირი იყოს გროტასკას შემდეგ ცოტათი მაინც მეცველოდი გამომდინარე იქიდან რომ შენთან იყო ბევრი ფილერი ისეთი თემა რომელზეც პროსტა ბაზრობდი და პოინტამდე მიდიხარ მაგრამ მიდიხარ ზებედად გვიან ან იმდენად მნიშვნელოვანიც არა იმ პოინტამდე მისვლა მაგალითად მესამე რაუნდში რაც გქონდა მესამე რაუნდში რაც აკეთე იქ სიტყვებს რო თამაშობ სიტყვებს რო ტეხავ პირველს რაც გააკეთე მაგალითად რა ეგ რო უფრო ხშირად გეკეთებინა ქულებიც ბევრად უფრო მარტივად დაიწერებოდა და შესაბამისად ცოტა აქეთ გადმოვიხლებოდ რაუნდების მიხედვით რო დავყო მაგარი რთული იქნება იმიტომ რომ მომენტები იყო როდესაც პირველში შენს ქონდა მაგარი მომენტი მერე ცოტა ხანი არა და იგივე ნაირად ოღონდ საპირისპიროდ რა და ამიტომ რაუნდებად ესე არ ჩავშლი თუ მაინც და მაინც სათქმელი იქნება მესამე მეორე პირველი ვერ გავიგენ თქვა კარგად და ქულების მიხედვით გადაწყდება რა შენზე ის მინდა მოკლედ მეთქვა რომ ეგ ფილერები იყო რაღაც გამიტეხა და აქიც ყველაფერი ხო ძალიან მაგრა იცოდი ხო ძალიან მაგრა მომზადებული იყავი უბრალოდ ზედმეტად მომზადებული იყავი რა თქმა იცი რომ გაასწორა უბრალოდ იმდენი ენერგია მოდის იმდენად სწრაფად რომ ზოგჯერ ყველაფრის ერთად შეკრებას ვერ ვახერხებ რა ცოტათი რომ ტემპი დააგდო ჩემი აზრით ცოტათი რომ ტემპი დააგდო თორე ის აგრესია ორივესგან რაც მოდიოდა ძალიან კაი იყო და ნახოთ აი ქულებში რა როგორ დაჭდება რა მადლობა ედის მაური ერთი პელეს ახლოსაც არ გინდა ბიჭო ანუ ეს ჭიდავი კაი მარც მობაზგავი განივები რა არის ფართობით ანაჩვენებ განივი რაც აქვს როგორ გითხარ კაი პირველი რასაც ვიტყვი რომ ანუ ადო უფრო მეტ ინფორმაციას ატევს უფრო ნაკლებ ლაინში ესე ვთქვათ რასაც double times ვეძახით ჩვენ ისეთი პონტი არის რომ თუ ვინმე ვერ ხარშავს მისი პრობლემაა უბრალოდ და ჩეთი ის არის რომ იგივე დროში უფრო მეტ ინფორმაციას გვაწვდის რა ანუ შენ ისეთი პონტი გქონდა რომ ანუ ხელა სეტაპი გქონდა რომ ბოლოს მავიწყდებოდა რაზე ებაზრებოდი უკვე რა და აი მრავალფეროვნების პონტში ანუ ზოგადად არ გამისწორდა რომ აი ძალიან გადავარდით ამ საქართველოს ისტორიაში ანუ იმან ის უხსენა და მაგ წელს იმან ამაგაზე პასუხი დაუხვედრა და იქ რაღაცა ჭონდიდელი და რა ჭონდიდებთან შენ ხო და ანუ უნდა ვთქვა მე ჩემი აზრს ვერ მოიგო თუ მე ვიცი ვინც მოიგო და კაი ნუ საბოლოო ჯამში გაასწორა მაგრამ აი შენ უკეთესი იქნება რომ უფრო მრავალფეროვანი ის კონდეს ფლოუ რა იმიტომ რომ სულ ერთი და ვამოღამებდი უკვე სად უნდა გაგერითმა და სად არ უნდა გაგერითმა რა ხო და რა გაასწორა გილოცავთ მეორე სეზონის დასრულებას მადლობა მოსკი მაური პელესთვის მაური დიჩისთვის შეგახსენებთ რომ მთელი ამ სეზონების განმავლობაში ჩვენს გვერდით იყო სახელოსნო ბარი ომეგა ემბერი და კონტროლ რუმი
ფულები იყო მოდი გადავხედავ და დავრწმუნდე მაინც ანუ რო რამე არ გამოგვჭეს მე არ ვიცი და ფულები იყო შემდეგნაირი 66-ით 73 აი ეს საერთოდ უნდა მოკლედ ფულები იყო 66-ით 73 და რაიმენდ რუცის მეორე სეზონის ჩემპიონი არის შადო ეს იყო რაიმენდ რუცის მეორე აკაპელა სეზონი, რომელიც დასრულებულია. შემდგომი აკაპელა სეზონი ცოტა ხანს აღარ იქნება და ელოდეთ მაიკ დროპის სეზონს, რომელიც ივნისში დაიწყება. გელოდებით შემდეგ ვეთრობზე. Sub 50% off. მოკლედ ხალხო მიულოცოთ ადოს კი ბატონო ჟიურიმა ძალიან სწორად ილაპარაკა მომეწონა სხვათა შორის ჟიურის ლაპარაკი იმიტომ რომ ზუსტად მე ხო ვინც მიყურებს და ვინც იცით ჩემი შეხედულების მე გამოუცდელი არანაირი მუსიკალური გამოცდილება მე არ გამოჩნია მე ჩემი ყურში რაც მომწონს იმას ვლაპარაკობ რა და რაც მიმაჩნია რა ჩემი შეხედულებით შესაბამისად ისეთი მარაგი ლექსიკონის ესეთი მიმართულებით როგორც პელე შეიძლება კონდეს და როგორც ჟიურის წევრებს შეიძლება კონდეთ ეგეთი მე ვერ მექნება მაგრამ რომ მოვისმინე აზრს ზუსტად ჩემი აზრის დომინანტი იყო და შესაბამისად სწორი გადაწყვეტილებაც გამოვიდა საბოლოო ჯამში ძალიან მაგარი რაუნდები იყო ძალიან მაგარი ბეთლი იყო და რა ვიცი ვიდეოს დალაიქება არხის გამოწერა ზარის ღილაკის გააქტიურება არ დაგავიწყდეთ და შევხვდებით შემდგომ ვიდეომდე